მახსოვს ერთად როგორ გჯეროდა მომავლის და კარგი დღები თუ კი ამ ცხოვრების დარტმა შეგჯამა ამ ერთ შანსს გთხოვ შენზე სიზმრებს ნახავ რამდენს შენზე სიტყვებს დავწერ რამდენს დრო ვერ გამომცვლის დრო მოგონებებს შევქმნით რამდენს ერთად დავწერთ ამბებს რამდენს დრო ვერ გაგვიძლებს დრო ჩაგული შეიწე, ყრმანი შეიწყალე, ყოველი შენ და მომარცა სოებელი, ხილოთა და უხილათა მტერთაგან დაგვიფარე, ღვთისმშობლის წირხვე ჩვენ საქართველოს, ქრისტეს გზით ევროს აწდა მარად. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მადლობას გიხდით დღევანდელი დღის გალამაზებისთვის, სტუმრობისთვის. გჯერა რომ Kocha Georgi, Margarita. Mოგესალმა გიორგის. გიორგის ხმაზე გესალმებით და გიხდით მადლობას. მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი გიორგი, რომელიც არის საზოგადოების მთავარი წევრი. ყველასთვის საყვარელი, თბილი, კეთილი და თვალებით მოსაუბრე. მინდა მოვაფერო გიორგისთან ერთად გმირ დედას, რომელმაც გააჩინა მეოთხე შვილი გიორგის მერე და ის ბრწყინვალედ აგრძელებს თავის ცხოვრებას გიორგისთან ერთად. ამასთანავე მათ თავისი მაგალითი უჩვენა სხვა დედებს და ისინი დააყენა სწორ გზაზე. ამიტომ დედიკოს თხოვ მობრძანდეს სცენაზე და დაშით დავაჯილდოვოთ მისი კეთილი გული. აისუბრავს დედიკოს და ყოჩანი ბიჭია გიორგი. ჯერა რომ არტირი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ამასობაში მინდა ვთქვა, 4 წლიანი თანამშრომლობისას ჩემთვის პირველი იყო უსათნოესი დედა, რომლისთვისაც გული უნდა გაგვეთფო. და ამ სითბოს და სიყვარულს უზიარებდა თითოეული მშობელი დედას, რომელსაც გაძლიერება სჭირდებოდა. მე დღეს დედას უნდა გადავცე გიორგის ხელთნაწერი, სადაც უწერია. გიო, მოდი. დედიკოს. აი ასე, ყოჩა. ჩვენ ვეფერებოდით გიორგის თითოეულ გერას დასაწყისიდან. ვეფერებოდით მართვალს, გადავედით ფრაზაზე და პირველი სიტყვა, რაც კლასში აღმოვაჩინე,
იყო დედა. მოვედით აქამდე და წავიკითხეთ ფრაზა. მიყვარხარ დედა. მიყვარხართ დედებო, რადგან თქვენ ხართ სიცოცხლის საწყისი და ეს არის მიყვარხარ დედიკო, შენი გიორგი 4 წლიანი მუშაობის შედეგი. სოფო, ვიცი რომ ბედნიერი დედა ხართ და მინდა რომ სულ ბედნიერი იყოთ. ჩვენ ველოდებით წინსვლას გიორგისას, იმიტომ რომ გიორგი არ იყო ისეთი როგორც ახლა არის. ეს თქვენი დამსახურებაა და თქვენ აძლიერებთ დედებს. მადლობას გიხდით ამ გაძლიერებისთვის. გიორგი არ იყო ჩემი მოსწავლე. მე ვიყავი გიორგის მოსწავლე. იმიტომ რომ მე და გიორგი ერთად სწავლობდით ცხოვრებას და მადლობა ჩემს გიორგის იმ ლამაზი დღეებისთვის, რაც ერთად გავატარეთ. აქ არ შეიძლებოდა არ წაკვეკითხა პატრიარქის ლექსი. და ეს ისუსტო აჯა ფიქრი იწყება, მიფიქრე კარგი და დაინახავ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლე სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს თუ გაიტეხ წამდეს უფარის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალოდ ხელვა და შიში განავერატყობ რომ არ გიხდება. ნუ შიშო გუფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა იმეც აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭიც სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამისვლობ შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის ირქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ ფიქრდები მოაზრო კითხვებს, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ერთაკი გიორგის ხმაზე მინდა წაგიკითხოთ ლექსი. ჩვენ სიყვარულს გამოვხატავთ და ვიხსენებთ წარსულს. გვიყვარს ჩვენი საქართველო და გზას ვუთმობთ ქართულს. ვეფერებით მის მომავალს, სულ ვიხსენებთ წარსულს. გვიყვარს ჩვენი საქართველო და გზას ვუთმობთ ქართულს. გიორგის ხმაზე წაგიკითხული ლექსია. შვიდობა სრულიად საქართველოს. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ჩვენო თანატოლებო. დღევანდელი დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან კიდევ ერთი სასწავლო წლის შეჯამებაა, ერთი საფეხური წინსვლა. ჩვენ პირველი საჯარო სკოლის მე-4 კლასელები, საპატრიარქო ბავშვთა ჩოხოზანთა ჯგუფის წევრები, წალენჯიხის სადროშოდან. ვიზრდებით რწმენი და ღვთის სიყვარულით. ხარია რომ ვიზრდებით, ჯერ არ შევარცხვით, როგორც ოჯახს, ასევე ჩვენს მშობლიურ სკოლას, ქალაქს. და ყველაზე მთავარი, ჩვენს ლამაზ, ყველაზე და ყველაფერზე საყვარელ, სამშობლოს საქართველოს. გვიხარია რომ ვართ ქართველები და გვჯერა, სწორად მიუყვები ჩვენი წინაპრების ნაკვალევს.
შიში მაფსისედი სულ საგიციოგებს სამშობლო არ ხვად იმ დრისათვის შიშეთი ბრძოლის შინს ვერი კლავს ვერაფრით იოგებს სულ რომ არაფერი გული მაქვს მხილად წვენა მაფსისედი მთებს შეაზანზარებს ფერებით ქართულ ტრადიციებს ურთიერთი სიყვარული ყველაფერს რასაც ქართული ქვია დევადირებს უხავს რადგან სადაც სიყვარულია იქ ღმერთი დღევანდელ ღონისძიებას ღმერთი სამშობლო ადამიანი გახსნილად ვაცხადებთ არ მოგაწყდით ბოლომდე დარჩით ჩვენ და შეიძლება თქვათ ჩვენი ქართული ტრადიციული სულისკვეთება რომელიც გვაძლიერებს ღმერთთან მიახლოება რომელიც განგვამტკიცებს ეგ არის ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა კოლეგებს შორის მე აუცილებლად უნდა აღნიშნო მასწავლებლები რომლებიც გიორგისთან მეხმარებოდნენ ანუ ძირითადად რომლებიც გადართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში და მთავარ დროს უთმობდნენ ჩემს გიორგის მადლობას ვუხდი ხატი ამასწავლებელს მადლობას ვუხდი თავმონამასწავლებლებს რომელმაც 2 წელი იღვაწა ძალიან კარგად მიუხედავად იმისა რომ არ ქონდა გამოცდილება ერთად მიუყვებოდით 2 წლიან თანამშრომლობას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თამონა ქარაიამ თავი შეიკავა დღეს სცენაზე გამოცხადებულიყო. მადლობას ვუხდი მას შორიდან და გაძლებას ვუსურვებ. მადლობა ჩემს თამუნას, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა სკოლაში. ვეფერებით გიორგის იმიტომ რომ გიორგი მუფალი შეგვაყვარა. მადლობა ღმერთს ამ სიყვარულისთვის. მოგესალმებით. ერთად იწვიან და ერთურს აბწყინებენ, ძმებს არ ამცირებენ, ღერს არ აცინებენ. ჰავსულს თბუნავენ და გარყმას ამკვიდრებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები ბალხთან ბალყობენ და ქალთან რაინდობენ ხნაში კაცობენ და კაში კაფიობენ ჯილდოდ ჯინჯილებს და ჩინებს არითხოვენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თუ რამ ცოდვები აქვთ ერთ კაცს არ კიდებენ თავად პოტრდებიან და სხვებს ამდიდრებენ უხვად არიგებენ სარჩოს, სალხინებელს და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თავს რასაც ყაღადებენ, სულ ნახს ყაღადებენ ხატებს ხატავენ და ლოცვებს აღავლენენ კოშკებს აგებენ და ტაძრებს ამაღლებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თავს არიზოგავენ მიწყილ ძალს იკრებენ ხამეს დილას აღამებენ ხამეს აცისკრებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თავზე არ ფიქრობენ ვის არ მასპინძლობენ წელზე ფეხს იდგამენ მაღრიბ მაშრიყობენ ცეცხლთან არ შიყობენ გენთა გახელებით და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები მრევლს არ ღალატობენ დარდს არ თამაშობენ ხინში ნავარდობენ ჭირშიც დამადობენ გულხელს არ იკრეფენ, ღვინოს არ იკლებენ, ქვეყნებს არ იკლებენ ბოღმით ქართველები, ჭობენ, კამათობენ, სიტყვა შარბათობენ, უცხოს უშვილძიროს კერას არ ანდობენ, დამუნჯდებიან და ენას არ დათმობენ, დაყრუდებიან და ალგეთს არ დათმობენ, დაბრმავდებიან და ჯვარზენს არ დათმობენ, მიწას არ დათმობენ, ზეცას არ დათმობენ, თბილის არ დათმობენ ჯილა ქართველები წვენას ივიწყებენ წვენას იმტკიცებენ დედას იფიცებენ მამულს აღმერთებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები მადლობა მამას და მადლობა ღმერთს რომ ეს ორი პატარა გამიჩინა მეოთხე კლასის დასასრულისას უფალოთ ხო დამილოცე ჩემი სამშობლო ჩემი მამული რომ ამ პატარა ქართველებს ნათელი მომავალი გქონდეთ დიდება უფალს წუხელის ბიჭი დაბადებულა გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით ისეთი ბიჭი დაბადებულა
დაურქმევიათ თურმე დავითი წუხელის ბიჭი დაბადებულა დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე შენ ორგულობა ვაბა გაბედე და გულით შუენი ისევე კორტნე წუხელის შოთაც დაბადებულა თურმე დემეტრე განგებავ ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე წუხელცის კარიცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა დაბადებულა თურმე ვახტანგი წუხელ თევდორე დაბადებულა საქართველოსა ისეც მაღალი უფრო მეტად ამაღლებულა დაბადებულა მთვარე გიორგი თურმე ილია დაბადებულა წუხელის მტერი ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი დადარდებულა დაბადებულა თურმე სულხანი გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა ბიჭი პატა გათენებულა წუხელის თეთრად დაბადებულა 300 გმირი ვით დაიხოცნენ ისევე გოგოცი დაბადებულა ცისნამი ცისფრად ნაკამკამარი ისეთი გოგო დაბადებულა დაურქმევიათ თურმე თამარი დაბადებულა წუხელის ნინო და კეთევანი დაბადებულა ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათებულა ყველა ზღაპარი ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა დაბადებულა წუხელის ნესტანი და თინათინი დაბადებულა და გიხაროდე ქართულთა შორის ღვიძლმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი ნანა დროის ქართლი ხელახლა დაბადებულა ქართველობა დამილოთ შეუფალო სახარებაში ამბობს ღმერთი სიყვარულიც არის და სადაც სიყვარულია იქ სიხარულია იქ მშვიდობა ამბობს წმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გვიყვარხარ პატრიარქო უთვალავ ჯერ გაგონილი ფრაზა ამ ბოლო დღეებში საქართველო მიყვარხარ განძად დარჩება ჩვენს ეს ფრაზა პატრიარქიზმად
მისი სიბრძნე და შემშვიდე ჩვენი ერი სულიერი საქმე. მისი ლოცვა და კურთხევა ჩვენ ცხოვრებას ნათელს ფენს. მისი სიტყვა სიბრძნის წყარო, მისი მაგალითი ზის მაჩვენებელი. მისი თავდაყოფა და სიყვარული შეუჩვენა განცაცდილი. მისი მსახურება საქართველოს სულიერ სიმდიდრე დარჩება ის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის ნათელი სახეა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არაერთხელ სტუმრობდა წალენჯიხას როგორც სამეგრელოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სულიერ ცენტრს, კერძოდ ფერიცვალების ტაძარში. მისი ვიზიტები ჩვეულებრივ დაკავშირებული იყო ტაძრების კურთხევასთან, განახლებებთან, დიდი დღესასწაულებისას ხალხთან შეხვედრასთან და მათი დარიგებებთან. ქადაგების დროს იგი ხშირად საუბრობდა რწმენის გამტკიცებაზე, ოჯახის მნიშვნელობაზე, ერთიანობასა და სიყვარულს. ერთ-ერთი მისი ძაღლი ასეთია, სიყვარული არის ის ძალა, რომელიც აერთიანებს ადამიანს და ამყარებს ერთს. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა, გულში ოჯახში და ქვეყანაში მშვიდობა. იწყება თითოეული ადამიანისგან. ეს ქადაგება დაკავშირებულია წირვასთან, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში, სადაც პატრიარქი ხშირად მსახურობდა სტუმრობისას. ქართული ენა ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერიანობას ესინა გადამოსული სულიერი მუსიკა. დიახ, თითოეული ქართველი ოჯახი იყო მისთვის მისი ოჯახი. ეხლა ოჯახს თხოვთ სცენაზე. ამ სიყვარულისთვის დიდი მადლობა დაფასებისთვის. თუ არა ოჯახები, რა საჭირო იქნებოდი მე? ანუ ისევ ჩემს გვერდით დედა შვილი დგანან. გთხოვთ. Mama,
არ უნდა იფიქროთ, რომ წმინდა ნინო მეოთხე საუკუნის დასაწყისში იქადაგა და ამით დაასრულა თავისი მოციქულეობრივი ღვაწლი. წმინდა ნინო ვაზი ჯვრით დღესაც დადის ყველა კუთხეში და მფარველობს სრულიად საქართველოს, თქვა პატრიარქი. საქართველო უყვებია, როგორც მარტი უფლისა. თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი შემშია და მე მასში, თქვა პატრიარქი. სამშობლო ადამიანის სიცოცხლის გამოყოფილი ნაწილია უსამშობლო ადამიანის სულით ხატაკია და საცოდავი. ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ოსეს ურთიერთი. ყველა ფასდება ადამიანის უწელო. პატრიარქმა თქვა, წამდეს გიყვარდეს თესე სიკეთე და დათქმი ხელთა შენთა შრომის ნაყოფით, რათა იყო ერთიანი და მთლიანი, რათა იხარო ორსავე სოფელსაში. დაგვრჩა მისი ხმა, დაგვრჩა მისი ლოცვა და რწმენა, რომელიც გვაერთიანებს. ჩვენო ტყილო, ჩვენო სიყვარით ახსილო, ჩვენო მწყემსო, მასწავლებელო, ერის მამა უფალს ებარებოდე. არ დასრულებულა ის ჩვენთანაა. უფალო შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია. უფალთა შუა მდგომელი უფლის მორჩილი შვილია. მრავალი ბერმონაზონი მისივე გამოზრდილია. ქადაგებისა მოსმენა უწმინდესის სატკბილია. მრავალი სალოცი ხატი მისივე დაწერილია. უფალო შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია. თაობები რომ ლოცულობ დღემდე მის მოტანილია. მრავლად მონათლა ქართველთა ერში დიდი და ჩვილია. ტაძრად მრავალი გალობა მისივე შესწავლილია. პატრიარქს უთქვამს მრავალჯერ საქართველო რომ თბილია. უფალო შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია. მისი ნაფიქრი ნათქვამი სიბრძნითა გაშხეთილია. ჩვენზე ნანთები სანთელი ტაძრებში დაღვეთილია. უნეტარესი სამოსი უხჩოქვით სულ დასრულილია. ტაძრებში მისი ბილიკი ნატერფად დატკეპნილია. უფალო შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია. უწმინდესი საკურთხევი ტაძრები აღდგენილია. უწინაყარი ნაგავი ტაძრიდან გადანილია. მრავალწესჩვევა ტაძრისა ილიას დადგენილია. პირველად თავადი ხრისქეთს უფლის მორჩილი შვილია. უფალო შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია. შეგვეციეთ გაზეთის მადლი უხარ გამომიგზავნით პატრიარქო. მე ვარ ქართველი, იცოდეთ და არ მაქვს მტრისა შიშია. არასდროს გადაშენდება ჩვენი ქართული ჯიშია. ჩვენ საქართველოს შვილნი ვარ, ლაღი და თავისუფალი. ბოროტი ვერას დაგვაკლებ, შეცით აღვიცავ. დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი, ეს ყვავილები მე დავაგროვე, მე ვარ სამშობლო ჩუქურთმის მჭრელი, ვარ ახალ ქართლის თანამედროვე გულის ნათელი მე მიპოვია, ქართლის დიდების მე ვარ მნახველი, სამშობლო ჩემი გულის ბეთქვა, სამშობლო ჩემი ლექსის სახელი. გაშლილი მთები არის ხი გაშლილი სერები აჰარალე რაჩუჩულებს ველიანი გული შეუჯერები აჰარალე აკორდია მობიბინე იმზიანი დევრებია
სხალურჯაც ხელებია ჰარალე შვიდი ზეცა გადირბინეს ასაჩოუს სვენებია ჰარალე ამ შონიერ მინდორველზე რანაირი ფერებია ყაყაჩოს ასიცითლით აყანა და უმშვენებია სიცითლით აყანა და უმშვენებია სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაკაცაგან მამულენა სარწმუნოება თუ ამად არ პატრონებთ რა კაცები ვიქნებით რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას უთქვამს დიდ ბრძენს სამშობლო ეს არის თბილი ქვეყანა საქართველო ენა მიწა და ზურმუხტისფერიცა ცურიან ბალახზე თუ ფეხში შვილა მან გავიარე რა მამული წინა პარტაგან წავიდა ყველა სხვა ხალხის ისმის აღჟრიანული გაშალა ველი მელმანიავა დამელანდება მის წიაღში მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში აქ თითო ლერწი და თითო კვარდი მასე ოცნებას დაემგვალება ისევ ამწვანდა მდელო და კორდი დავდივა წუხვარდა ეკლესიის აგება თუ შეგიძლია ჭამა. ცხრაკარის ეკლესიაა ვაკი 2 წლის წინათ მეფეო. ითვალისის ეკლესია დავასრულე წლეულს. გაბე დაუმის ხედაში არაგვისა და მტურის შესართავთან. აგოსვეტი ცხოვრის ტაძარი. ვით გვირგვი სახი მთლიანი. განყოფილი საქართველოს. შენი ჯანი შენი სიცოცხლე მაგ სვეტი ცხოველს შეადგენდა დღეს ასე დახარ ვიჯაჭვი მაგრამ იცოდე არც მეფე არც კათალიკოსი არ დაკიფასებენ ღვაწლს განა მეფისა კათალიკოსი წყალობის მოლოდინში შევალია სვეტი ცხოველ ჯანი მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შეყვარებია მას შენ სიცოცხლე გვაწინაკლებად ყვარებია უტა განა ქვა სვეტი ცხოველი ჩემო ქვად ქცეული სულია იგი ჩემი ამჟამად უფრო უკვდავი ვიდრე 100,000-იანი მოკვდავი სული მადლობა ბავშვებო ამ სიყვარულისთვის აი ხოე გასგაზი წაბართაგან ფული უხას ვერასოდეს ბერევა გუგლი თუ სამშობლო მუდამ გვეყარება დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდუხ ძარღვში ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასვენია ჯერ ხომ ცხეთის სვეტი ცხოვლის დიდ ტაძარში საქართველო ცხელი გული ასვენია
აძარია სალოცავი მუხლზე დაჩოქილი უნდა იყო ის საკურთხეველთან ცალი ხელით პიჯვარს უნდა იწერდე მეორე ტიპი ხმალზე იქნებდე ეს შმაკები რო არ დაე პატრონო და კიდევ ერთი შესაძირავის მიტანა ვერავენ უნდა დაგასწროს აძართან სისხლი ხარჯეჯული სული ნურავში შემაშინებს ჩემი ქვეყნის სახსასული 9 ჯერ ამგუს დამრახოც მარტი და 9 აპრილი ვერ მიხლავს მოხოსებს მორჩელი და თავდახლის ტაული ძოდნი სიძინი წმენი და ზეცი უძერდარები ალაგეთ ლომან გავიზერდით ეს ნაშაუთე ხამისი ჯუმე ალბა ჩემს ნატრასი ნახავს ავარს ლალების ხადა ზიზმაშიც მინახავს ძალალოყვების ადღაც ბავშვობის ნაყვანებს მე ხომ სიყვარულის ღაბარს ოსნებით ვატარებ მიფრინავს დრო სადაც ბავშვობა მიყვება მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად მე მინდა რომ გამისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა სიყვარულს ვხავ და გამინათებსა საით მიდიან ნეტა ბავშვობის წლები თან ყვებიან ხედა ლამაზი ფერები წავლენ ზღაპრებთან ერთად დასადგეძებასად მე მაინც ოსნებას ვედავ სიმღერის მესმის ხმა მიფრინავს დრო სადაც ბავშვობა მიყვება მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა სიყვარულს ვხავ და გამინათებსა გახლავ ბავშვობასთან ლამაზი ზიზმარი ოცნების ქვეყანასთან სად არის მითხარი მიფრინავს დრო სადაც ბავშვობა მიყვება მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის ხმა სიყვარულს ვხავ და გამინათებსა თებოლცამდე ავწtildeო საბუჯროდ ლურჯო ჩემო სულის ნაწილო ფიროსმანის ფუნჯო ოფიზალის შუხურთმა სთავერის ლექსო შენ გიმღერი მაღლო საყვარელო ელსო ცოტას დავაყოვნებთ და ერთი ინფორმაციის სახით უნდა მოგაწოდოთ. დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლირას მობრძანებისათვის, ვიცით მისი დაკავების ამბავი და აქ დღეს ჩვენთვის რომ მოიცალა და მოვიდა აქამდე. მხოლოდ ერთ ცეკვას ვუძღვნით დიდი სიყვარულით და შემდეგ ვითხოვთ სცენაზე. მადლობა.
სცენაზე. ცირას გაუბრას დიდა ლირას, ალბათ ლირასთან მოვედი. იმდენად ემოციებში ვარ ნამდვილად ცირა კი არა სხვა სახელით რო დამიზახო უღრესი მადლობა ყველაფერს. მოგესალმები ძვირფასო მშობლებო, სტუმრებო, მასწავლებლებო, მოსწავლეებო, თითოეულ თქვენგანს მევესალმები. მართლა აი ემოციის გარეშე ამ სცენას რომ უყუროს ადამიანმა არ შეიძლება და ვერ შეძლებს ვერც ერთი როგორც მე ხან ვიტირე, ხან სიყვარულის გრძნობა, ხან რაღაცნაირად არ ვიცი როგორ ვარ, აი ნამდვილად არ ვიცი და მინდოდა რომ ბოლომდე ყოფილიყავი, მაგრამ ეს მაისი, ივნისი არის ჩვენთვის ძალიან გადატვირთული რეჟიმი და მე გებოდიშებით, თუმცა მე აქ ჩემი წარმომადგენელი არის და ბოლომდე გადაიღებს ყველაფერს და უყურებ ტელეფონით, ან კომპიუტერით. დღევანდელი დღე მართლა ძალიან დიდი დატვირთული და ძალიან დიდი უდიდესი ღირებულების ღონისძიებაა დღევანდელ დღეს აქ ჩატარებული. ამისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მონაწილეს გულთან ახლოს მიტანები ემოციებით ჩატარებული, ემოციებით ნათქვამი ლექსისთვის, სიმღერისთვის, ცეკვისთვის, არ ვიცი, აქ იყო ჰარმონია, დარბაზი იყო აი ცეცხლი ენთო დარბაზში, რასაც ქვია, ხან მამა და შვილი, ხან დედა და შვილი, ხან მამა და აი ესეთი ინტეგრირება და ესეთი უწყვეტი ჯაჭვი, აი მართლა მიხარია და ამაყი ვარ რომ ნაწილი ვარ ამ პედაგოგიური საზოგადოების ნაწილი ვარ მე თქვენთან ერთად, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეებთან ერთად მეც ერთ-ერთი ნაწილი ვარ. ძალიან ამაღლებელია დღევანდელი დღე და ღმერთი სამშობლო ადამიანი ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანი და თითოეული ქართველისთვის და ეს თქვენ ჩაუდეთ ბავშვებს გულში გაუსესხლ ხორცეთ თითოეული სიტყვის მნიშვნელობა რომ არ არწმენა ქართველი ერი დღემდე ვერ მოვიდოდა ძალიან დიდი წმენის შედეგია რომ ქართველმა ერმა ბევრ განსაცდელს გაუძლო და შეინარჩუნა ენა, სარწმუნოება და კულტურა. სამშობლო არის მიწა ჩვენთვის. ჩვენი ფესვებია, საიდანაც ჩვენ აღმოვცენდით. საქართველო მხოლოდ ქვეყანა არ არის. დამეთანხმებით თითოეული ჩვენგანი, ეს არის ისტორია. თითოეული ჩვენგანის ტკივილია, თითოეული ჩვენგანის განცდა, გამარჯვება და მომავალია. და ადამიანი კი ყველაზე დიდი ღირებულება, რომელიც ქმნის თავისი შრომით, სიყვარულით, ურთიერთობით ძლიერ საზოგადოებას. ძლიერი საზოგადოება კი ძლიერ სახელმწიფოს ქმნის და მე ვისურვებდი რომ თითოეული თქვენგანი ბავშვებო და მათ შორის ჩვენს თითოეული აქ დარბაზში მყოფი ადამიანი ვიყოთ ამ ძლიერი საზოგადოების წევრები, რომ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო შევქმნათ და დაუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობას. მომავალი თაობისთვის კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ მშობლებო, მასწავლებლებო, განსაკუთრებულად გილოცავთ, იმიტომ რომ არა თქვენი ერთგულება, რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი, ის ცეცხლიც რაც ამ დარბაზში თქვენ დაანთეთ, ნამდვილად ვერ და არ იქნებოდა იმ ინტეგრირებისთვის, იმ ერთიანობისთვის, რაც მე ახლა ვნახე ამ დარბაზში, ამისთვის უდიდესი მადლობა თითოეულ მონაწილეს. თქვენი შრომისთვის მადლობა დიდი. მშვიდობას, ღირსებას, წმენას, სულიერ სიმშვიდეს გისურვებ თითოეულ თქვენგანს ბავშვებო. მიყვარხართ და მეიმედებით. მიყვართ საქართველო, მიყვართ წალენჯიხა, მიყვარხართ თქვენ. უდიდესი მადლობა. აი, კიდევ ემოციები მიმყვება და ალბათ მთელი ერთი კვირა გამყვება ეს ემოცია კი არა და მეტი და მეტი. მადლობა ნატო მასწავლებლებს. დიდი მადლობა თქვენ ასე დაფასებისთვის. მადლობა რომ ბრძანდებოდით ჩვენთან. მოდით სანამ წავა ქალბატონი ლირა, გაბრიელს თხოვოთ რომ წაიკითხოს ლექსი და გავაყოლოთ ხმა ისევ სამშობლო სიყვარულზე. სულ რომ არაფერი სისხლი მაქვს ისეთი, ჯიში მაქვს ისეთი სულ საგიწიოკებს, ქვეყანა არ ხვათ იმ დრისათვის შიშეთი, ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს ვერაფრით იოკებს, სულ რომ არაფერი გული მაქვს იმხელა, წმენა ქრისტიანიზმ თებს
რომ აზანზარებს ცეკვა მაქვს ისეთი სიმღერა აღადგენ საფლავში ჩადებულ ლაზარეს სულ რომ არაფერი ქალი მყავს ისეთი შვილი მყავს ისეთი 64-ის მარცვალი როგორ თქვა ასეთი სამშობლო არ მიყვარს ასეთი სამშობლო რაგანში გავცვალო შორს რომ არ წავიდე არ გავწდე პასიანს ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი ფეხებზე მკიდია ევროპაც აზიაც მე ისიც მეყოფა რომ ქვია ქართველი და რაც უფრო ძლიერია კავშირი ფესვებთან მით უფრო მყარად გავართ ფეხზე მე რა რომ მტერი გვერდყა ჯარად ჩოხამუდამ სისხლიანი გვეცვა მე შვილები მყავდა გმირთა გმირი ძლიერი საქართველო მერქვა მე რა რომ გადავძლია მტერმა მტერი ლამის სარზე მეცვა მე დავითი გამოვზარდე მაშინ დიდგორის საქართველო მერქვა დრო მიქროდა კეც მიხრიდნენ ირგლივ ვიდექ როგორც ბერმუხა და ზელქვა ნიკოპსი დარუბანდამ დიდ გაშლილს ლამაზი საქართველო მერქვა მე რა რომ ცბიერმა შაჰაბაზმა არ გვაცადა სიმღერა და ცეკვა ხომ არ შევირჩინეთ ჯავრი სააკაძის საქართველო მერქვა ხომ ლამაზია ეს საქართველო მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ფართოდ დაშლილი და მოხადული თამარ დედოფლის დარბაზი დაბადებულა ქართველი პოეტი თუ მწერალი რომელსაც სული და გული არ მოეღოზა ფურცალზე არ გადმოედანო სამშობლო სიყვარული ვერ დადეუნ გასთან დიახ როგორც სუფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე სამშობლო ხომის დიადი განძია რომლის სიყვარული ჩვენ გულებში ისეა გადმული როგორც ბერმუხას ფესვები მყარ ნიადაგში დიახ, წარიმდებაში დაბადებულნი წერდნენ და წერენ ლექსებს დღესაც. ჩვენ სული და წარგიკითხვის, ჩვენი საყვარელი პოეტის, ჩვენი ფუძველი კლასიდან მეგობრის, ლია ანთიას ლექსი. ცოტა წყალი, ცოტა მიწა, ჩემო ციცქნა წალენჯიხა, შენი კარგი მახარებს და შენი საკივარი მტკივა, ჭალის წყალი მორაკრაკებს მოიჩქარის მაღალთიდან, რომ მოკარგოს ხალიჩება ძველთა ძველი ჭანტა მიწა, ცა ლაჟვარდი მზედა მთვარებთა და მდელო დედამიწა, შენით მიყვარს მე სამშობლო, ჩემო ციცქნა წალენჯიხა. საქართველო ჩემია, არ გავიყოფთ არასდროს, რადგან ერთადერთია, ჩვენი სადიდებელი, მისი მთადაველია, დედა ენა ქართული ღვთისგან ნაბოძები. ჩვენი ადათ-წესები, არაფერი გულსხმობისას გავაფრთხილდეთ ორივეს, რადგან ორივესია. საქართველო შენია, საქართველო ჩემია, და ორივეს, ფარვალი მიტყალი ღმერთია. ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობ ჭადარი, ზეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნავადარი, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის, ცავარსკვლავებით ინთება ცარსა ვიცი სად არის, თვარე რომ ამავწყინდება გული გაფრენად მზად არის, დიდება შენი დიდება, სხვა საქართველო სად არის, მინდურები ქართლის მინდურები, ქედები მხარგაშლილები, თაში ტყე დანაბინდები ტყეში ქორბდა ირმები, ბარაჯრიალებს ჭადარი, მზესუმღერია ჩიდები, მხარეო მოსილო დიდებით, სხვა საქართველო სად არის, ლურჯი ბალახი მხარანდი, წყერი გოგმანოს ბალახში, თეთნულზე თოვლი მარადი, ვენახში მზე და ბადახში, სხვა საქართველო ვინ ნახა, სხვა საქართველო სად არის, როს ვარსკვლავებით ხმაურით აინთებიან სათანი, კლდე
როგორც წყურია თების ქედების ბროლი ნაჟური ცეული სიზმრად დიოსკურია ცეული სიზმრად საფხაზური წყუროდეს მუდამ როგორც მესხეთი წყუროდეს მუდამ როგორც ისპირი ჩემი ზღვისპირი ბასრი მერცხლები ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი ზღვაზე ცახცახით მზე და ხურული და მისი ჩასვლა და აღსასრული მეცამ ცახცახით მეცამ წყურვილით გამეთმოს ერთხელ ბევრჯერ ქონია ჩვენს მარგალიტა წოდებულ ქვეყანას ბედობის ჟამი წარსულში იყავოდეს ლიკაფსიდან დარბანდამდე იყავოდეს დიდები შარავანდდეთი მოსილი იყავოდეს და ყოლავაც იქნები უკულისამდე დედი ჩაძვერთა მსრამზეა სიტყვიან ჩვენში როგორც მერცხლის კოხტაბუდენ ისე შვენი სახლის აივლიან ისე შვენი წიგნის ფულცეც აიან მომავალი თაობები აივლიან ჩაივლიან სული ჩვენს მამულში აიან მაჩიკო That
საქართველო ამაყი ბძენ წმენის ცისარტყელა ჩანგივი ჟღერს თოვლივი თეთრი ნათელი წფელი მასწავლებელი წინა მძღოლს ერს თენდება დილას საიადონო ბოლო ეხება ლოდიც ქუდი მოიხადეთ ბატონო ჩემო მასწავლებელი მე რომ კითხვა მასწავლეთ მე რომ წერა მასწავლეთ ბედის წერა იმით სულ ვამთელე და ვამრავლე გენდობოდით გისმენდით ჭკვიანსა და მიხველის შობელს თუ არ ვეტყოდი განათქვენ გაგიმხელდით თქვენ მითხარი ვეძებო თქვენ მითხარი შეძლებო ახლაც მინდა გეფერო ჩემო მასწავლებელო დათუოდნავ კარგი ვარ თუ უკეთეს შევიძლებ თქვენი დღის ფერებიდან მეფერება ჩემი ზეც დღემადთაო დღეგრძელო ოდნავ ჩემო მხლებელო ამ მადლიან მადლისთვის გმადლობ მასწავლებელო შემოთ გლომაზე იავერ ნახე რომ მერთმეა ჩემი საწყისო შენ შემაყვარე ქართული ენა ჩემი ბავშვები საწყისო მომირთმევია მადლობა ლექსად რაც რომ შობლების ნაფიქრებია მასწავლებელო ცოდნის დარაგი ბავშვები შენ ყვავილებია სულ მეხსოვნება ჩემი პირველი კლასი და სკოლა ჩემი სასწავლებელი ცოდნის სამყაროს კარის გამხსნელი ჩემი პირველი მასწავლებელი ეს გამო ბევრი გაზაფხული და ზამთარია და გზები ძნელად ცავალი იქ სადაც პირველი და ბოლოზარია ის ჩვენთან ერთად ძას გადის ფიქრია შეროზია მარიამ შელია ბეან შელია და ყველა რამდენი შემიძლია ჩამოთვალო მადლობა რომ გამალამაზეთ დღეს და გავახარეთ მადლობას გიხდით იმისთვის რომ თქვენ ხართ ჩვენი მერის წარმომადგენლები და მიხარია როცა ვიხედები იქითკენ სადაც თქვენ მოღვაწეობთ მრავალი თაობა დაგეფთიანებინოთ და მინდა გითხრათ ბავშვებო, რომ 26 წლის წინათ განსაკუთრებული იყო ყველა
მადლობა ნატო მასწავლებლისთვის და ჩვენს განსაკუთრებულები ვიყავით. თქვენ წარმატებები ყველას. ჩემი გიო, მიყვარხარ. მადლობა დიდი ნატო მასწავლებელო, მართლაც ის რომ 26 წლის შემდეგ ჩვენ აქ ვართ, ამით ყველაფერი ნათქვამია. გზას დაგილოცავთ ბავშვებო. ბედნიერება იყოთ ნატო მასწავლებლის მოსწავლეები. თქვენ კი მრავალი თაობა დაგებთიანებიდეთ. ხედავთ ბავშვებო, როგორ უყვარვართ. გაივლის დრო და მოგენატრებათ ნატო მასწავლებელი, როცა თქვენ წახვალთ სასწავლებლად, ხო? ეხლა კი ვირდებით, რომ ყოველ დასვენებაზე მოგაკითხავთო და ნახოთ აბა თუ ასე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჯერა რომ ასე უნდა გაგრძელდეს. ეხლა კი კიდევ ერთი სიმღერით მინდა დავასრულოთ ჩვენი სცენარი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არა, სიმღერა. ალექსანდრე, შოთა, ვაჩე, ლუკა, ლილე, რესი, ერეკლე, ნია, ბარბარე, მარიამი, გაბრიელი, ნია, ანა მარია, ცოტნე, ლუკა, თომა, ალექსანდრე, ელენე, ლილიანა, იაკობი, მათე, ოთხი გიორგი.
გასაგებო. მაშინ როდესაც ჩვენ გავხდით პირველ კლასელები და გქონდა ანბანის ზეიმი. ბადრი მასწავლებელი დამეთანხმება ბატონი ბადრი. ჩვენი პირველი სტუმარი იყო ქალბატონი ლიანთია. ჩვენ შევძელით პირველი ლექსის წაკითხვა და გავახარეთ ქალბატონი ლია. გთხოვთ მოგბრძანდეთ ჩვენთან. ხო გახსოვთ ბავშვებო? ქუჩაში სადაც არ გაუვლია ქალბატონლიას, ყველგან უპოვდია ჩემს ბავშვებს და მოსულან და უთქვამთ. მასწავლებელო, იცით გუშინ ლიანთია ვნახეთო და ახლა დღეს ჩვენი საპატიო სტუმარი სცენაზე გვეწევა და კიდე გაგვალამაზებს. ჯერა. უდიდესი სიყვარულით, უდიდესი პატივისცემით მოგესალმებით. მშობლებო, პედაგოგებო, ჩემო პატარა მეგობრებო, ნადომასწავლებელო, მე რომ ამდენი მეგობარი მყავს, ევს, უშვილოს, თქვენი დამსახურებაა, უღრმესი მადლობა ამისთვის. ჩვენ პირველი კლასიდან მოვდივართ ერთად. რადგანაც დამითხრეთ დრო გოდის მოგიხდით და მინდა ბავშვებს გავახსენო. ერთი ესეთი ეპიზოდი. პირველად როცა მომიწვიეთ როგორც აღნიშნეთ, ჩემი კომპლექსი არის ასაკი. ბავშვებს უნდათ ახალგაზრდა სტუმარი, ლამაზი სტუმარი. მე კიდევ ვფიქრობ, რომ აწირა დროს ჩემი შეხვედრაა, მაგრამ ნადომასწავლებლებს ვერ შევკადრე უარი და ვესტუმრე ბავშვებს. და ღონისძიების ბოლოს ნადომასწავლებელი ეკითხება ბავშვებს. ბავშვებო, აი თქვენი სასურველი სტუმარი, რომელსაც ასე ველოდებოდით. თუ კი რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დაუსვათ. ერთმა ასწია მაგო ხელი. და იცით რა იკითხა? რა კომპლექსი წმებდა? ნადომასწავლებელო, ჩვენი სტუმარი რამდენი წლის არის? გახსოვთ ბავშვებო? თავი ბენი და დღემდე მახსოვს სკოლის დირექტორის სახე. ნადომასწავლებელმა ლამაზად დაასრულა უპასუხა მე დავიბენი და ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ იმდენი წლის ვიყავი, ესეთი ციფრებს მაშინ სწავლობდნენ, ვერც დაიმახსოვრებდნენ ჩემს ასაკს. ბავშვებო, დღეს მინდა ამაზე გაგცეთ პასუხი, რადგან ხვდათ ეს ბედნიერება, რომ ამ ლამაზ დღეს მე ისევ თქვენს გვერდით ავარ. მე გიპასუხებთ, რომ როცა მე თქვენისთანა მეგობრები მყავს, რომლებიც ქუჩაში ესე თავაზიანად, ესე სიყვარულით მესალმებიან, მე არასდროს არ დავბერდები. ვიქნები ახალგაზრდა და ამისთვის მადლობა თქვენ, მადლობა თქვენს ნადომასწავლებელს, მადლობა მშობლებს, როგორც ნადომასწავლებელმა აღნიშნა, ხელით ჩაკიდებული რომ მიყავდათ პატარები სკოლიდან, ხელს გაგიშვებდათ და ჩემსკენ გამოიქცეოდნენ. თქვენ მათ სიყვარულს უნერგავდით, მოწიწებას და პატივისცემას უნერგავდით. უღრმესი მადლობა. ბავშვებო, წერეთ ლექსები, მიუძღვენით ნადომასწავლებელს, მეც ვიყავი თქვენი ასაკის და ისე როგორც თქვენ გიყვართ ნადომასწავლებელი, ასე მიყვარდა ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი და ჩემი ლექსი, ჩემი მოღვაწეობა მასწავლებლით დავიწყე. პირველ კლასში და მეორეში არ დავიწერია, როცა თქვენსავით დავემშვიდებე დაწყებით ის მასწავლებელს, მე-6 კლასში დიდხანს დავდობდი მასწავლებელზე. მე-6 კლასში პირველი ლექსი მიუძღვენით ჩემს პირველ მასწავლებელს და თქვენის ნებართით მე ამ ლექსს ახლა წაგიკითხავ. დედაენა გადავწილე, საოცნებო ფერები, აიას მაზიარებს ჩემი მასწავლებელი. როგორ მიყვარს სხვა ხმელეთი, მწვანე მინდორბელები, მომავლის გზებს გამიკვალავს ჩემი მასწავლებელი. ხვალინდელი ნათელი დღე, ისიც არის ზეგრძელი. როგორ მიყვარს დედასავით ჩემი მასწავლებელი. ასე მიყვარდა, ასე გიყვართ თქვენს სასწავლებლოცა. და ჩემი ოცნების წყარო ხართ, ჩემი მუსის წყარო ხართ და ვიოცნებებ, რომ
ეს დიდი პატივი რას დღეს მიბოძენ ბოლოს არის როსაც ვიოცნებებ რომ ვიყო თქვენს გვერდ დიდი მადლობა ქალბატონია. ნამდვილად მე-12 კლასის არ დაამთავრებენ ჩემი ბიჭები და გოგოები, რო არ გაიხსენონ ყველა ის მეგობარი, ვინც მათ გვერდით დგას. ვისაც უხარია მათი წარმატება. ეხლა კი ჩვენი სკოლის დირექტორს, ბატონ ბადრი ბობოხიას თხოვთ სცენაზე, ბოდიშის მოხდით. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მშობლებს, პედაგოგებს, მივესალმები ბებიები და ბაბუები ბრძანდებიან აქ, მათ მივესალმები და ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მივესალმები რა თქმა უნდა განსაკუთრებით ჩემს პატარა მეგობრებს და მათ მინდა გზა დაულოცო. სკოლაში სწავლის პირველი საფეხური, პირველი ეტაპი დასრულდა დღეს და მათ აქვთ ის მყარი საფუძველი იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ და მე მჯერა, რომ ისინი წარმატებით გააგრძელებენ სწავლას და ასახელებენ, რა თქმა უნდა, ოჯახს, სკოლას და ქვეყანას. ჩვენ დღეს ვიხილეთ ნიჭიერი, თავდაჯერებული და ბედნიერი ბავშვები. ბავშვები, რომლებიც, როგორც თვითონ აღნიშნეს, აი დიდებული წინაპრების გაკვალულ გზას ღირსეულად გააგრძელებენ და მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება. დღეს თქვენ მოისმინეთ ლექსი, სიმღერა და ყველა ლექსში და ყველა სიმღერაში იყო საქართველოს სიყვარულზე და რწმენაზე საუბარი. რა თქმა უნდა, რწმენას ვერ შეასწავლი ადამიანს, მაგრამ სამშობლოს სიყვარული აი ამ ბავშვებში ისეთნაირად არის გამჯდარი, რომ სიამოვნებს და მიხარია. ეს ქალბატონ ნატოს უდიდესი დამსახურებაა. მე მას მადლობა მინდა უთხრა აი იმ დიდი შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის, რაც მან გააკეთა. აი ამ დღევანდელი დღის და საერთოდ აი ამ ახალგაზრდების, ამ პატარების, უпроსორად ამ პატარების დღემდე მოყანას ჭირდებოდა უდიდესი შრომა. მადლობა ქალბატონო ნატო ამისთვის. მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, ვისაც წვლილი მიუძღვის, რა თქმა უნდა, აი ამ პატარების ასეთნაირად აი უკვე თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა მშობლებს. ალისებულო მშობლებო, მადლობა დღევანდელი დღისთვის და საერთოდ იმ დობისთვის, იმ თანადგომისთვის, ხარდაჭერისთვის, რასაც თქვენი მხრიდან გრძნობდი. მე დღეიდან შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ვამაყობ ჩემი მშობლებით არაჩვეულებრივი საამაყო ნომრები წარმოადგინეთ და მადლობა ამისთვის. მიყვარხართ და უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცულები იყოვებით. აბა სცენასთან ქალბატონო ნატო გიორგი ფიფიამი და მოვიწვიო. მას აქ სურვილი რომ ბავშვს მიესალმოს და რატომღაც მეგონა რომ მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, პედაგოგებს მივესალმები, მშობლებს, მოსწავლე ახალგაზრდებს. ჩვენ რო ქართველები ვართ, რა თქმა უნდა, ამაყები ვართ და ბედნიერები. დღევანდელი ღონისძიება მიიწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამი ფრაზა, რომელიც არის ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. სწორედ ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი ქართველობა ამაში გამოიხატება და მინდა ჩვენს მომავალ თაობას
წარმატებები უსურვო მომავალში. რა თქმა უნდა, ნატო მასწავლებლის არაერთი ღონისძიებაზე დაავსებულ ვართ ვიზიტის ფარგლებში წინა წლებში. საოცრად მაღალი აკადემიური მაღალი დონის თავისი პედაგოგიური პროფესიული შემოქმედებით გვიჩვენა ჩვენ როგორც ფორმალურ განათლებაში, ასევე არაფორმალური განათლების კულტურის მიმართულებით. და სწორედ დღევანდელი კულტურული ღონისძიება და საგანმანათლებლო, რომელიც ინტეგრირებულად იყო, ისევ და ისევ ეს იყო ღმერთის სამშობლო და ადამიანზე. ყველა თემატიკას შეეხო დღევანდელი ღონისძიების პრეზენტაციაზე სიტყვები. მე მინდა ამ ბავშვებს მადლობა გადავხადო დღევანდელი ისეთი ემოციური და სიყვარულით გადმოსცეს ჩვენამდე მოიტანეს ის სიტყვები ფრაზები, რომელიც იყო სიყვარულზე და წარმატებებს გისურვებთ. გვიყვარდეს სამშობლო, გვიყვარდეს უფალი და გვიყვარდეს ადამიანი. ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს. მადლობა მშობლებს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და ასეთი ერთსულოვნება, რომელიც გამოხატეთ. სკოლის დირექტორს მადლობა, ბატონ ადრის. მაქვს პატივი ზუგდიდსაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლუცველ კურთხევით სკოლას გადავცე სკოლის ბიბლიოთეკას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წიგნი, სადაც მისი ჩანაწერები არის ცხოვრება, მოღვაწეობა, წერილები და ფოტოარქივები, რომელიც არის ასახული ამ წიგნში. საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია ზეიმობს ასევე პატრიოსანის სამოსი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართს, რომელიც ყოველწლიურად 15 ივლისს ზუგდიდსაიშის ეპარქია მასპინძლობს საქართველოს მასშტაბით და სრულიად საქართველოს და ამიტომ სიმბოლურია და ნიშანდობლივი, რომ კვართის ისტორია, კულტურა, მნიშვნელობაზე ასლი გადმოგცეთ და წიგნი, რომელიც იქ არის ასახული. კვართი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ არქიტექტურულ დადიანების სასახლეში, ისტორიულ მუზეუმში და ბატონ ბადრის გადავცეთ ეს ფარავდეთ დედაღვთისმშობელი და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა ბატონო. აი ამ მონაზის საჩუქრისთვის. და აქვე მოდის გიხდით გამომჩა მაშინ და ხალბატონ ლიას არ შეიძლება არ გამოიხმაურო და მადლობას გეტყვით ხალბატონო ლია ეს რომ აკრძალებით იმისთვის და აქვე მინდა დავამატო რომ თქვენ არ გაქვთ საფუძველი კომპლექსი გქონდეთ იმის რომ ძალიან ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებით და მადლობა ამისთვის. ასე რომ ნუ გექნებათ კომპლექსი იმის რომ მადლობა ყველაფერთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ბებიებს და ბაბუებს, რომლებიც 4 წელი დარაჯობდნენ სკოლის კარებთან, შვილიშვილებს და ყოველი ჩემგან მიღებული დადებითი თუ ცოტა ემოციური მიმართვები გულში ჩახუტებით მიქონდათ სახლში. მადლობა გაძლებისთვის, მადლობა დაფასებისთვის, მადლობა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ძალიან გონიერი, ძალიან წესიერი, ზრდილი შვილიშვილების ბებია და ბაბუები ბრძანდებით. მრავალი წელი გეხაროთ და მე მინდა აღნიშნო, ჩვენ ლექსი წავიკითხეთ აფხაზეთზე და ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი არის მისი ხსენება. იმიტომ რომ ერთადერთი რაც აფხაზეთში მეგულებოდა დედაჩემის საფლავი იყო და ისიც აქეთ გადმოვიტანეთ. მე მინდა მივესალმო ქალბატონს, რომელიც ამ დილით მოვიდა აფხაზეთიდან გადმოლახა საზღვარი, იმიტომ რომ ჩემს გიორგის მოფერებოდა. გეფერებით, კოცნით, გულითად მადლობას გიხდით და გაბარებთ, რომ ჩვენი საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს. დიდი მადლობა. ეხლა კი სურვილი აქვს ჩემს ყოფილ მშობელს,
ესე იგი არ მომცა საშუალება კოლეგას რო არ გამოსულიყო და არ ეთქვა თავისი ჩვეულის მოგესალმებით ყოველგვარი მომზადების გარეშე მართლაც მომინდა ძალიან და ვიტყვი რომ როდესაც მშობელი თავის თვალის ჩვინს, თავის გულის სინათლეს, თავის სუნთქვას აბარებს სკოლას, ირჩევს მასწავლებელს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში და ბედნიერებაა, როცა შემდეგ ეს მშობელი ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს არამედ პირიქით ბედნიერია ამ გადაწყვეტილებით და დიახაც მე ჩემი უმცროსი შვილი მივაბარე ნატომასეველზე ეს იყო ბედნიერი 4 წელიწადი იყო ვაბარებდი არა მარტო მის აკადემიური ცოდნის მწვერვალებს არამედ ვაბარებდი მის ფსიქიკას მის ყველა თავისებურებას და ძალიან მადლიერი ვარ დღემდე ბავშვებო ბედნიერებაა ნატომასეველის მოსწავლეობა ყველას მინდა ბევრი წარმატება გისურვოთ და აქვე ვიტყვი რომ ჩვენ როდესაც მეოთხე კლასში ვчебოდით ნატომასეველთან ერთად მის ცხოვრებაში ერთ-ერთი და ღმერთმაგნას არასოდეს კონდეს მსგავსი ურთულესი პერიოდი ედგა ფიზიკურად შეუძლებელი იყო ადამიანს მოენდომებინა და დაედო ის შედეგი რაც მან გააკეთა და მიუხედავად ამისა ის ადგა და ძალიან კრეატიული, სალონური, არასტანდარტული, აკადემიური, გამართული, ძალიან ფერადი და დღემდე დაუიწყარი საღამო გვაჩუქა მასწავლებლებს, მშობლებს და როცა ის ფოტოები მივარდება ხოლმე მეორე და ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველთვის ვამბობ, როგორ მოახერხა უზომო სიყვარული პროფესიისადმი, პროფესიონალიზმით და მასწავლებლებისადმი და მშობლებისადმი დიდი პატრიცემიანი დამოკიდებულებით. მადლობა. მაგილოცავ გზას დღეს პატრიარქის საღამო იყო პატრიარქს ნათელი მისი მეუღება კი ყველა ჩვენს მოსწავლეს და აქვე როცა ამ სცენაზე ახლახან ჩვენმა სკოლის დამთავრებულებმა საღამო საოცარი აკადემიური საღამო გვაჩვენებს თქვი გასულზე ესეთი შთაბეჭდილება თან მეგრულად ვთქვი გვალიო ქუჩას კუნწორდათ მხოლო პირველი სხვა ლეველია მეთქი მართლაც სხვა თამასა მართლაც სხვა ლეველია ყველა მოიყვანეთ ნატოსთან სხვასთან პირველ სკოლაში აქ სხვა სიმაღლეა მადლობა მადლობა ჩემო კარგო ეთეა მშობლებო სტუმრებო რამდენი წელია სკოლაში მუშაობ ქალბატონი ილიასი არ იყოს ასაკს მალავ უკვე იმ დრომდე მივედი მაგრამ არ ვნანო გადის დრო და ისევ მიბრუნდება გასული წლები იმიტომ რომ ხელახლა ვიწყებ ცხოვრებას ჩემს გვერდით რაც პირველ სკოლაში შემოვაბიჯე და მერქვა მასწავლებელი დგას თამუნა მიქავა ჩემი უსაყვარლესი კოლეგა რომელიც წელს ხდება ჩემი მშობელი ძალიან განვიცდი მეშინია მაგრამ ჩვენ არ გვეშინია გიორგი ხა დედიკოსი კი გვეშინია კი ასე რომ ჩემო თამუნა დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის მადლობა უფალს იმით რომ გიორგი გვაჩუქა ერთი ნადვრა იყო ორივე სირომავა როდის გაჩნდებოდა პატარა გიორგი და თურმე ჩემთვის გაჩენილა ესეც განსაზღვრა ჩემმა თამუნა და მადლობა ყველაფრისთვის მშობლებო დღეს სტუმრად მყავს იუბილარი რომელიც სექტემბრის თვეში მოაბიჯებს ჩემთან თხოთ იოს თუ გამექცა სადღაც მოვუკარი თვალი არ არის მაშ მე ვიცი ვისად იბადება და როდის იბადება მაგრამ გაქცეულა და ვილოცავ დაბადების დღეს ჩვენს მომავალ თაობას მე სცენაზე მინდა მოვიწვიო ქალბატონი რუსუდანი რომლებიც რამდენი წელია ერთად ვუძღვებით ადა ბეკლას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ჩემი დღეა ხვალ რუსიკოსი და თავისი მოსწავლეების ჩვენ ერთად დგომით ვაძლიერებთ ჩვენ სკოლას ერთად დგომით ვაძლიერებთ ერთმანეთს და გვიყვარს ერთმანეთი გილოცავ რუსიკო კიდევ ერთი წლის ასე წარმატებით დამთავრებას ჩვენ ერთად დავდგებით და ერთად მივიღებთ პირველ სკოლაში პირველ კლასელებს
მართალია შენობა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაბამისი პირობები, რომ ჩვენი სიყვარული ვაჩუქოთ ბავშვებს, ჩვენი ერთიანობით და ჩვენი თბილი გულით. დიდი მადლობა ქალბატონო ნატო, დიდი მადლობა ჩემს პატარებს, რომლებთანაც ურთიერთობა მე ყოველთვის მქონდა ამ პატარებთან. გისურვებ წისვლას, წარმატებას და ერთად თანადგომას. მადლობა დღევანდელი ასეთი ლამაზი დღისათვის. ჩვენც გვაქვს პარასკევს ზეიმი, ვაცილებთ მეოთხე კლასელებზე, გთხოვთ გვეწვიოთ ჩემო ძვირფას. და დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ის მეოთხე კლასელი, რომელმაც ტირილი დაგვტოვა მეორე კლასიდან, იმიტომ რომ საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. მაგრამ გაახსენდათ ნატო მასწავლებელი და მოვიდა ჩვენთან. ვაიმე, ყველას ვახსოვარ და ვინმე რომ გამომჩეს მეშინია. აბა სადაა ჩემი ანდრია? ილია სადა? კვარაცხელია, ილია. კვარაცხელია და ანდრია. მოდი ანდრო, გილოცა. ეხა დამუნა. Que besa bien fruta fresca, que se escapó de tu labio y se metió en mi cabeza. Ese beso con que sueño cuando las penas me acechan, que me lleve al mismo cielo y a la tierra me regresa y me reza, reza, que reza. Y aunque ya no tenga cura, que el recuerdo de su beso me lleve hasta la locura. Sí, 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 que este amor es tan profundo, que tú eres mi consentido, mi caro. Albato, kudozoch. Urod. აბა სადარია? მე უნდა აღნიშნო სადანიაკო. მე უნდა აღნიშნო წელს არის ისეთი დამთხევა. ზაირა მასწავლებლის შვილი შემოაბიჯებს პირველ საჯარო სკოლაში. მას ერთი შვილი იქით მიუვიდა, მაგრამ უფრო გახარებული იქნება იმით, რომ შვილი უბრუნდება სკოლას. ნათელში იყოს მისი ხსოვნა და ჩვენი გოგონა, რომელიც ზაირა მასწავლებლის სახელს გააგრძელებს, გაგვახარებს ჩვენ. დიდება უხალს. მამიდას ხოთ ამოვიდეს და ორიოდე სიტყვით მიულოცოთ. შოქიკო სკოლის და გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, ბედნიერ, წარმატებულ მომავალს მიყვარხართ ძალიან. ცეკვის მასწავლებელს, ქორეოგრაფს, უძლიერეს დავით საჯაიას, ჩვენს და მის ასისტენტებს კიდევ, დიმა ძაძამიას და მეგი კალანდია. სადა ხართ ბავშვებო? დიმა, მოდი ჩემთან. უმაგრესი ბიჭი ხარ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა საკლუბო გაერთიანების უფროს ქალბატონ თეო დიდიძეს და მის ადმინისტრაციას. დიდი მადლობა. მადლობა ყველას, განსაკუთრებით დედებო. შესრულებული როლისთვის. 10 დღე კიდევ უფრო მეტად გავიცანით ერთმანეთი. ცეკვით დავშორდით ერთმანეთს. მადლობა თითოეულ მოსბორძანებულ სტუმარს, სათითაოდ გეფერებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. უმისესად არ მოსულ ხარ, ყველა სიხარულით იყავით მოსულები და ჩემს კოლექტივს, რომლებიც გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ. დიდი მადლობა
ბატონ მანჯუნჩარ ნაჭყებიას, რომელიც გახდა ჩემი ღონისძიების განსაკუთრებული წევრი. დათო საჯაიას, ლილე შანავას დედას, ნათია კვარაცხელიას და ჩემს პატარა ქორეოგრაფებს, რომლებიც ძალიან დაახარლეს, მაგრამ შედეგამდე დავიდნენ. დიდი მადლობა ბატონო დათო, რომ ასე იდექით ჩვენთან ერთად, ქართული სულისკვეთებით. მადლობა თითოეულ მშობელს.